ხელფასებით გაიზარდა და ყველაფერი გაფუჭდა და ყველაფერი შეიცვალა. არაფერი არ მომწონს და ვერც ვამბობ, იმიტომ რომ მე უკვე აღარ ვარ მაგას აქში რომ მაგაზე გამოვიდე და მაგაზე ველაპარაკო, მაგრამ რაც მინახია ცხოვრებაში, იმასთან საშინელება. სპეციალობით ისტორიკოსი ვარ 20 წელი განათლებაში ვიმუშავე და 30 სკოლაში 87 წელიწად ვარ და ესეთი მდგომარეობა ეხლა რო არის, ვისაც გარბის, ვისაც გაგდა, ვინ ვის რას არწმევს, კაცმა არ იცის, არავინ არავის არ ენდობა და ეს ცხოვრებაა. ნაციონალების დროს ეხაც 28 წლის ვარ და რავი ნორმალურ ქვეყანაში არ ვიცხოვრია. ვშრომობ პატიოსნად, ვშრომობ ადამიანურად, ვცდილობ რაღაცას მივაღწია, მაგრამ აი პერსპექტივა არ აქვს ადამიანს, ვით პატიოსნად ცხოვრობს. აი ხელფასებით ცხოვრობს. შანსი არ არის, რომ აი იცხოვროს ისე, როგორც ადამიანს ეკუთვნის. უბრალოდ ბევრმა არის, რავი, გერმანიაში ვარ სამჯერ ნამყოფი და ხედავ ხალხი როგორ ცხოვრობს ევროპაში, რავი, სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც ფასდება მათი შრომა და რავი, აქ უბრალოდ ლუკმაპური და აი კვებაზეც არ ყოფს სახელფასი რო აიღო და რასაც ქვია ჯანსაღი და ადამიანური კვება ფიზიკურად არ გეყოფა და იმის იქით მარტო საკვები ხო არ არის და მუცლის ამოვსება. რამდენი რამე ჭირდება ადამიანს, ხო? ფიზიკურად შეუძლებელია ხელფასით განსაზღვრო შენი ცხოვრება რამე მიზნებზე და რაღაც პერსპექტივა და წარმატებაზე ისაუბრო. ეს არის ჩვენი დღევანდელი რეალობა. უბრალოდ პატიოსანი ადამიანისთვის ძალიან რთული არის ამ ქვეყანაში. ვისთვის არის თქვენი აზრით მარტივი? ვისთვის და ვინც მაღალ ჩინოსანი არის, ვისაც ზემოთ ვიღაცა ყავს, ხალხი ყავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასეთ სისტემაში ცხოვრობთ, უკვე ეს რაღაც ნორმად იქცა? სამწუხაროდ ბოლო წლები არის ესე იქცა და ხალხიც დაიღალა რაღაც ყველაფერს ნაციონალებს აბრალებენ 12 წელია თუ 13 წელია და რავი ნაციონალები ძალიან ბევრი თვითონ იქ არიან და უკან მიიწევს ქვეყანა რა რეალურად დიდ ჭაობში ვარ და არც გეგმა ჩანს, არც იმედი ჩანს. არაფრით არ იზრდება ჩვენი მდგომარეობა და რა ვიცი, ხელფასები გაიზარდა, არცად არ გამიგია. ერთადერთი ბაღებში მგონი და სკოლებში. აბა ეს რეიტინგები ვინ შეადგინა? მე რა ვიცი, ვინ შეადგინა? მე ვინ მეკითხება. ხელფასები არ გაზრდილაო და ფასები გაიზარდა პროდუქციაზე, თქვენ როგორ აკვირდებით? გაიზარდა თუ არა? მე შეიძლება თქვენ არ ყიდულობთ არაფერს? მე ჩემ შემთხვევაში მე რასაც ვაკვირდები ძალიან გაზრდილია. ძალიან გაზრდილია. აი შეიძლება თქვა რომ გაორმაგებულიც კი, იმიტომ რომ რასაც ოჯახისთვის ყიდულობდი, რაც მიჯდებოდა კი, რა თქმა უნდა, 50 წლით რო შეხვიდოდი მაღაზიაში და იყიდიდი ორი პარკით სავსედ გამოხვიდოდი, დღეს უკვე რა ვიცი, მე მგონი 100 და 150-იც აღარ. 50 ლარით რის ყიდვა შეძლებ, არ ვიცი. არც არაფრის, ხო. ალბათ მაწონი, პური, კვერცხი, რა ვიცი. არც კი გეყოფა, კვერცხი უკვე მე მგონი 6 ლარი გახდა, ხო? მოჩვენებითი ფასაკლებები, რომელიც რეალურად მომატებულია ფასი და ყველაფერში ვიხდით გაორმაგებულ, გაოთხმაგებულ ფასს. სიმართლე გითხრათ, მე ვერ ვხედავ ამას, რომ ეკონომიკა გაზრდილი, ანუ გამოდის, რომ რაღაც სიცრუეში გვაცხოვრებენ, იმიტომ რომ რანაირად არის გაზრდილი ეკონომიკა, ამდენი ადამიანი შიმშილობს, უამრავი მოხუცია გარშემო, რომელიც დამინახავს ჩემი თვალით, რომ ნაგავს იღებს ნაგვისურნიდან, პლუს ამ ფასებზე უკვე მოგახსენეთ და ეკონომიკა სადდუხს ერთი არ ვიცი. თუნდაც ერთი რაღაცა რომ გაიზარდა ფასი ერთ რაღაცაზე წამლებზე მაგალითად, ყველა უნდა გამოსულიყავით და უნდა გვეთქვა, რომ ანუ ესე არ შეიძლება. სააწვავზე გაიზარდა, ამაზეც უნდა გავუპროტესტებინა და არა ვიღაცების და რაღაცების გამო. არა, ჩვენთვის თუ შეიცვალა რაღაცა და გაუარეს და ეს უნდა გვაწუხებდეს ყველას და უნდა ამაზე გქონდეს რეაგირება. ხალხის მდგომარეობა გაუარესდა. მარტო მოდით და ნახეთ პოლიკლინიკაში დევნილთა ცხოვრება. აი როგორ ცხოვრობენ. ბავშვები როგორ ცდილობენ რომ ლუკმა პური მოიპარონ. თუგინ სოციალურიდან ეძლევათ. ძალიან ეკონომიურად უჭერს ხალხს. რა არის 300 ლარი მითხარი. რაშია ეკონომიკა კარგად? რათი გამდიდრდა ეკონომიკა? მარტო ერთი ადამიანის სიმდიდრე არაა სიმდიდრე. საშუალო ხალხი და დაბალი ხალხი ყოველთვის იყო მუშა და მშრომელი, რომელსაც მთავრობა უწყობდა ხელს. დღეს ჩვენ არავინ არა ვართ. ივანიშვილი გახსოვთ ალბათ რასაც გვირდებოდა. ივანიშვილი, აი ამ ხალხს დასაქმებულს უძახიან. ეს ხალხი არის დასაქმებული. ყველას მილიონის თანხა აძლევს. გაუმჯობესდა მდგომარეობა თქვენ ცხოვრებაში? როგორ გითხრა ახლა გაუმჯობესებაზე რა გითხრა ახლა ბევრ რამეზე გული მტკივა. მიჩვენია უკვე უკეთესობა, რა თქმა უნდა, უკეთესობა და სიაფე, მაგრამ გაძვირებაზე ყველა ლაპარაკობს ახლა მე რო ვთქვა რომ არ გაძვირდაო, ყველას რა გაუკვირდეს.
არაფერი არ უმჯობესდება შვილს. რეიტინგებში გაუმჯობესებაა ასე გვეუბნება ქართული ოცნება. რა ვიცი, აბა ქართული ოცნება მე მაგალითად როგორც ცხოვრობდი, ისე ვცხოვრობ. ნაკლებად არის საჭრობა. უჭირს ხალხს ყიდვა? უჭირს. ძალიან ნაკლებია მუშაობა. ფსიქოლოგ ტყუილად ვზივართ იანვარი და თებერვალი. სულ ტყუილად. ვერაფერს ვერ ყიდულობ? ვერა, ვერც ყიდულობ, ვერც ყიდით. გადასახადება და ყველაფერმა მოიმატა და რას ყიდულობთ, ვერაფერს აბსოლუტურად. მთავრობა ამბობს, რომ გაიზარდა ქვეყანაში ეკონომიკა 11%-ით, ეს ძალიან მაგარი მთავრობისთვის კი ალბათ გაიზარდა და ჩვენი დაბალი ფენისთვის არაფერი არ გაზრდილა პირიქით. არ მგონია, რა ვიცი, ამ სფეროში და ამ სიტუაციაში ვინმე იყოს, ვინც ხმაყოფილია და რამ გამოიწვია ეს თქვენი დაკვირვებით? არ ვიცი, რამ გამოიწვია. მთავრობამ, ხელისუფლებამ, ცხოვრებამ. დაპირებები ხომ დაპირებები კი მახსოვს ხო, მაგრამ იმ დაპირებებიდან რა არაფერი. ეხლა დედა ჩემს რო შევეკითხო, მთავრობა ძალიან მოწონს, იმიტომ რომ ეს არის 85 წლის ქალი და იმას მოწონს მე. და რატომ ისე შეიცვალა რამე უკეთესობის? არ ვიცი, ვერ გეტყვით. ცეცხლი რო უკიდია ყველაფერს ეჭუგებარებად. ეკონომიკა თუ გაიზარდა რა ჩამოვარდა, რის ფასი დაეთა? რამეს ეთყოდით მთავრობას? ვერაფერს. აზრი არ აქვს. რატომ დაკარგა აზრი მთავრობასთან ლაპარაკმა? თქვენ კარგად იცით. ერთადერთი ეგ არის რომ როგორც პენსიონერს რაღაც ფსიქოლოგიის მადლობს სწორებს. მაგრამ ეს პროპორციული რამდენად არის ეს პენსიის მატება იმ ფასებთან? არა, ბატონო, როგორ ვივადრებათ? არავით არის სიმეტრია არ არსებობს მაგ შემთხვევაში. იასაკეთო. აი, რასაც ყიდულობდით, იმის ფასი ახლა ადრე რა იყო, ახლა რა არის, რას აკვირდით? აი, მაგას არ ვიგვირდებ, იმიტომ რომ აზრი მაინც არ აქვს, მაგრამ რაზე ვიშალო ნერვებს. მე ჯეროდათ ივანიშვილის? ივანიშვილი ჯეროდა, მაგრამ აი რა გამოვიდა. მოდის, გვირდება. რომ აირჩიო და მე რა თავის ჭკუაზე მოქმედებს. რას ეთყოდით ახლა ამ ხელისუფლებას? ისა. ხელისუფლებას. ამ ხელისუფლებას რა უნდა უთხრა რა, ეს მის რო უთხრა. ხალხის ჩართულობაც უნდა. ხალხმაც უნდა იმუშაოს სოფლებში, არ უნდა მიატოვოს სოფელი. სოფელი თუ მიატოვე, ბატონო, ეკონომიკა როგორ გაძლიერდება? პირობები ხომ უნდა შეუწყოს? პირობები უნდა შეუწყოს, მაგრამ მე მახსოვს ახლა ჩემი ბებია, პაპა, შრომა არ ეზარებოდა. თუნდაც იმ კარტოფილის თოხნა არ ეზარებოდა, არც იმის. ახლა როგორი სიტუაცია? ახალგაზრდობას ეზარება. ნუ ინტერნეტი, TikTok-ი, ეგენი არა, Facebook-ი, რა ვიცი ახლა. მაგას ნუ დავაბრალებ. ხელშეწყობაც უნდა იყოს. არა, ხელშეწყობაც უნდა იყოს. სანამ ერთ ცალობა არ მოშოდება, ჩვენ არაფერი გვეშვება. ხინა 2000-ის რო გქონდეს ხელბა, ჯერ ვინ მოგცეს 500 ლარზე უნდა იწვალო როგორ. ფასებზე რას გვეტყვით, როგორ შეიცვალა ფასები? ძალიან მაღალი ფასები ყო, ველოდები ძეთი როდი დაიკლეს, 4 ლარად რო ვიყიდო. ზეთი არის 3,000-ად არის ქალბატონო. კი ბატონო. უბრალოდ საერთოდ წყალწანა. პური გვაქვს ლარი 20-იანიც და 3 და 50-იანიც. თუ რომელიც გნება. კარგი, ხო და კმაყოფილი ხარ შენ და ბევრი უმეტესი არა. კმაყოფილი უყურეთ რაშია. კმაყოფილი ჩვენ ვერასოდეს ვერ ვიქნებით. 35 ლარს მოგიმატებენ პენსიას და 2 მაქვს უმატებენ, რაღა გამოვიდა იქ. ფასებს უმატებენ? ხო, აბარა. ურსა ეხლა ჯერა თქვენს მოემატაო, მე არაო, არ მოუმატეს ჯერაო და დანარჩენი რო ჩამოთვალეთ ყველაფერზე მატებო. ბაზარში ეხლა როდი უნდა ვეცადო რომ იაფად რაღაცა ვიყიდო რომ წავიღოთ. საღამოთი ვიტო გამოვედი და ის საღამოთი უფრო მეტ უმატებენ და რა გამოვიდა. მაღაზიებში კიდე ხო არის და არის მომატებული, სადაც გინდა ყველაფერს მატებენ იაფად. მილიარდელი ნეტა როდის იყო და მილიონერი ოჯახებს ისა ხებს ხალხს უყურებდა და უფრო მეტი წაიღო საქართველოსთან ვიდრე მოიტანა. ჯერ არ წაუღია კი ჯერ წასაღები. ეხლა მილიციის, პოლიციის მეშინია და მაშინ არ მეშინოდა რამდენიმე წელიწი. ეხლა მეშინია. აგერ ჟურნალისტი რომ მოუგრიხეს კისერი გინა ამ ბიჭაც რო ის შეყვეული ქონდა კი რამის მოკლეს, კარგი არის ეგა? ვინ ისინი უშავებენო ხალხიო, ხალხი თავისვინ დგა და მილიცია, პოლიცია და გადაცმული ფორმებით კიდე. ივისი ბრალია, ივანი არა მე გაუშვ, ჩემი ბრალი.